2014 წელს პუტინის მიერ ნადავლივით იოლად მოპოვებული ყირიმი როგორც სამხედრო ბაზა კრემლისთვის უნდა გახდეს უინტერესო და გამოუსადეგარი. აცხადებს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური. რობერტ ბროუდი მეტსახელად მადიარი ამბობს, რომ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე რუსული არმიის შესაძლებლობების შესამცირებლად საჭიროა მეტი დარტყმის განხორციელება შესაბამის პოზიციებზე. მისივე თქმით, ამ მიმართულებით კიევის გააქტიურებული ნაბიჯების მიუხედავად მიზნის მისაღწევად ეს საკმარისი არ არის და საჭიროა დასავლელი მოკავშირეების მეტი ჩართულობა. როგორც სამხედრო მაღალჩინოსანი ამბობს, თუკი უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები ომში მყოფ ქვეყანას დაპირებულ შეერებას დათქმულ ვადებში გადასცემენ, მხოლოდ ოკუპირებული ყირიმის სამხედრო პოზიციებზე დარტყმები 7-ჯერ გაიზრდება. Შემიძლია რეალური მაჩვენებელი გითხრათ. ამჟამად ჩვენი განლაგების დონე უპილოტო სისტემების ძალების სრული შესაძლებლობების 14% შეადგენს. ჩვენი პარტნიორების მხრიდან დროული დაფინანსების შემთხვევაში, რაც აუცილებელი საშუალებების უზრუნველყოფას მოგცემს, ჩვენ შეგვიძლია და მზად ვართ მიმდინარე წლის აგვისტოსთვის ყირიმის მიმართულებით ჩვენი დამტყმელი შესაძლებლობები 7-ჯერ გავზარდოთ. სახმელეთო ოპერაციის დაწყების გარეშე, მხოლოდ საჰაერო გზით და მხოლოდ უკრაინული წარმოების დამტყმელი და სადაზვერვო დრონების გამოყენებით. რობერტ ბროუდი ხელმძღვანელობს შეერებული ძალებიდან უკრაინისთვის ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო დანაყოფს, რომელიც ომის მიმდინარეობას რადიკალურად ცვლის, განსაკუთრებით აგრესორი ქვეყნის ტერიტორიის სტრატეგიულ ობიექტებზე გამძაფრებული იერიშების გათვალისწინებით. უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ყირიმზე იერიშების მიტანას სამხედრო მაღალჩინოსანი უწოდებს გასაღებს ომის დასრულებისკენ, რადგან ამჟამად აქ არის განლაგებული რუსული მხარისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საომარი აღჭურვილობა, ბაზები და სწორედ ამ გზით უზრუნველყოფს მოსკოვი ლოგისტიკას მის მიერვე ოკუპირებული აღმოსავლეთ უკრაინის მიწებზე. საგულისხმო რომ ზაფხულის განმავლობაში კიევმა შეძლო ანექსირებულ ნახევარკუნძულზე მდებარე სარკინიგზო ხიდების, ნავთობსაცავების და სხვა ენერგოინფრასტრუქტურის განადგურება, რაც კრემლს დამატებით პრობლემებს უქმნის. დონეცკის და ლუჰანსკის ტერიტორიებზე მდებარე არმიას კი სამხედრო მომარაგების გარეშე ტოვებს. პირველი ეტაპისა და ყირიმში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგები უკვე აისახება ვითარებაზე და შესაბამის შედეგებს იწვევს. თუ გაანალიზებთ უკრაინაზე განხორციელებულ სულ მცირე 5 ყველაზე მასშტაბურ ბოლო სარაკეტო თავდასხმას, დაინახავთ, რომ ერთდროული სარაკეტო ზალპის დროს ნახევარკუნძულიდან რაკეტების გაშვების მხოლოდ ცალკეული შემთხვევები ფიქსირდება. სამეთაურო პუნქტში, სადაც რეალური დროის რეჟიმში აკვირდებიან ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობას, თითოეული იქ მყოფის მთავარი მიზანია ყირიმი აღარასდროს წარმოადგენდეს პლაცდარმს რუსის სამხედროებისთვის. რობერტ ბროუდის თქმით, უკრაინა აქტიურად მუშაობს იმისთვისაც, რომ ანექსირებულმა ნახევარკუნძულმა დაკარგოს სამხედრო საზღვაო ბაზის როლიც. ჩრდილოვანი ფლოტის საქმიანობა მას შემდეგ, რაც ნავთობის ტრანზიტისა და მისი მსხვილ ტანკერებში ჩასატვირთად გადაზიდვისთვის გამოყენებული 200-ზე მეტი ბარჟა-მწყობრიდან გამოვიყვანეთ. უბრალოდ შეზღუდული კი არა, მთლიანად შეჩერებულია. აზოვის ზღვაში მოძრაობა შეზღუდულია. ქერჩის სრუტე განუსაზღვრელი ვადით დაკეტილია და ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ ის მოულოდნელად, თუნდაც სპონტანურად არ ამოქმედდეს ომის დაფინანსების მიზნით ან პუტინის მიერ სატრანზიტო მარშრუტად გამოყენებისთვის. 2014 წლის მარტში ჩატარებული დე-ფაქტო რეფერენდუმის საფუძველზე, რომელსაც მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება და მისი არც თუ ისე მრავალრიცხოვანი მოკავშირეები ცნობენ ლეგიტიმურად, ყირიმის ნახევარკუნძული კრემლის საოკუპაციო არმიამ დაიკავა. არა და 23 წლით ადრე თავად მოსკოვმა აღიარა თანამედროვე უკრაინის საზღვრები სწორედ ამ ტერიტორიის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდანვე კიევში გაცხადებული მიზანი აქვთ ყირიმზე კონტროლი დაიბრუნონ, ბოლო თვეების განმავლობაში ეს რიტორიკა უფრო გამძაფრდა. უკრაინული მხარის განცხადებით მიზანი არის ნახევარკუნძულის სრულ იზოლაციაში მოქცევა და მისი კუნძულად გადაქცევა. ამ პოზიციას აქტიურად უჭერდა მხარს ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვიც, რომლის მმართველობის დროსაც ეს კამპანია წარმატებით დაიწყო. რობერტ ბროუდი შიშობს, რომ თუ კიევმა დროულად არ იმოქმედა, შესაძლოა რამდენიმე თვიანი შრომა წყალში ჩაიყაროს. ამის სათქმელად კი მას რამდენიმე მიზეზი აქვს. რუსეთი აშენებს სტარლინკის მსგავსი თანამგზავრული კავშირის საკუთარ სისტემას. ასევე უკრაინას უჭერს შაჰედის ტიპის დრონების და ბალისტიკის განეიტრალება, რომლებსაც მოსკოვი სწორედ ანექსირებული ტერიტორიიდან უშვებს. მისივე თქმით, ყირიმის ნახევარკუნძული არის უკანასკნელი, რომელსაც მოსკოვი დათმობს მისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე. ამიტომ უკრაინამ მთელი ყურადღება სწორედ ამ ტერიტორიისკენ უნდა მიაპყროს, თუ სურს სცენარი მის სასარგებლოდ განვითარდეს.